მოგესალმებით კლასელები ჰოლიდay's მეორე სემესტრის ბლოგში. ამ წლის მეორე სემესტრში ბევრი რამ მოხდა. მაგალითად ელენამ და ლილამ სიცილის რეკორდი მოხსნეს. გიორგი შუბიძემ ჩხუბში მოხსნა ყველანაირი რეკორდი. Gondi gogo. What? Akina gawad uqatsuwa თავი. რა? აქაც წყალს აუშვა ეს ფეხია და საფეში შეესწავლეთ. რომელს? ორივეს? გოგამ გაცდენებით შესძლო რეკორდსმენთა სიაში მოხვედრა. გონი ორ შაბათისთვის მომირჩევა. ჩემსა და ელენას შორის ტელეპათიური კავშირი კიდევ უფრო გამყარდა. 1 2 3 წიგნი და ცხვირი. აუ 1 2 3 რამაზი. 1 2 3 პასტა. ხადა. 1 2 3 ბრეკეტი. ამასთანავე ელენას იუმორი კიდევ უფრო დაიხვეწა. ჩემგვეთით გადმოჭდა. მე ისეთიდებული ვარ შენ აიქონ სტორიში არ ჩავეტევი. აიმე! გოგო რა უყო ჩამიდე? გადი რამდენი საქმეა გოგიო? ეს ბავშვი გენიოსია. არდა ამერიკაში ჩვენს კლასში ახალი წყვილი გამოიკვეთა. გოგა და ლუკა. ტელეფონს. მე მithქონ ერთად ძიხა არ ეს უჭირდება. ეს კადრები. ლომსაცემ ახალი ტელეფონი იყიდა. ესავე მარიამის ტელეფონს. ლილე მიესალმე მარიამის ტელეფონს. ელენე მარიამის ტელეფონს. ხარაიშვილი მარიამის ტელეფონს მიესალმე. ჩემო სიყვარულო, ჩემო სიცოცხლე. ციცი მარიამის ტელეფონს მიესალმე. მარიამის ტელეფონს მიესალმე. მიესალმე მარიამის ტელეფონს. ნოფსაზე? ხო, მალე. მიესალმე მარიამის ტელეფონს. მე და მარიამს მისი ახალი ტელეფონით YouTube ვიდეოს გადაღების არაერთი უშედეგო მცდელობა გვქონდა. შევიდია მერტას. აი ცხელა ვაკე ცოტა. გავმართეთ ჯეირანის ტურნირი და საბოლოოდ ყველა მსახიობის მოხატვით დამისვლა. მეც წავარდი. რა ხდება? რა მეც მოვუდი და ხა თარეს ვახატავთ. Მოდი გინდა. კიდე წავარდი. ხარია რა. შუბიძე გავპრაკეთ და მასწავლებელს მისი თავით გასცდა გავარდებინეთ.
გიორგი შუბიძეზე გაუშვიათ გარეთ. გიორგის შემორიდება მხოლოდ ტორტის შევძელით. დამავაწყოთ ტორტის ჯამისხმობა. ტორტის სახელა გერასიმე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჟიულის სკოლაში დაბრუნდა. აუყდები ჟიული დაბრუნდა. გიორგიმ შატელზე გაპარვის მარტივი გზა იპოვა. რამდენი მოყურებთ? ეს სემესტრი განსაკუთრებულად რთული გიორგის ფეხისთვის იყო. აღმოვაჩინეთ ნინის გენიალური საპრეზენტაციო ხმა. დიდ ბრიტანეთში მუსიკათერაპია საგანმანათლებლო სისტემის განუყოფელი და მეცნიერულად აღიარებული ნაწილია, რომელიც განსაკუთრებულ აქცენტს ბავშვის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობასა და ემოციურ მხარდაჭერაზე აკეთებს. ბრიტანულ ბაღებსა და სკოლებში ფართოდ გამოიყენება ცნობილი რობინსის მეთოდი, რომელიც ეყრდნობა იდეას, რომ თითოეულ ადამიანში არსებობს მუსიკალური მე. სამშობლო, მხოლოდ მინორველი და მთები არა. სამშობლო ადამიანიცა. ამბობდა გურამდო ჩანაშვილი. ალბათ, ისეთ ადამიანს გულისხმობდა, გულში რომ დიდ სიყვარულს ინახავს. თავისთვის დაფარულად. მაგრამ სიყვარული დიდი გრძნობაა და ვერ გაძლებს სამუდამოდ სიბნელეში. ოდესმე აუცილებლად ამოხეთქავს და ერთ დროს დაფარული სიყვარული სხვებისთვის საზრდოდ იქცევა. ლილემ ციყვი ხელოვნური სუნთქვით განაჩნდა. 2 დღის შემდეგ კი ციყვმა თავი მოკლე. ანადგურებს მეგობრებო. სული შეგუბერეო ეს რა. ჩავატარეთ ღონისძიება, რომლის მოსამზადებელი ეტაპიც ძალიან კარგად დაგვახსოვდა. ის კაცი აღარ მე აღარ ახლა შეხარ დიმა, შეხარ გაბრიელი, შეხარ გიორგი. გიორგის მიეძინა შენ აუ ეს რა გამოწკებილია გერასიმე. ეს ძალიან გერასიმეა. გერასიმე შამარაში სიცხიც ხიჭად ჩერგაში ეს ამა შარნა და შეკმადა სევერიონ ჩვენს ყოველდღიურობას ჩემი პირიანების დადაღებაც დაემატა.
ბიჭების თამაშები კი უცვლელი დარჩა. მთავარია ერთად შებრუნდნენ და შემდეგ, რაც არ უნდა ხდებოდეს, მაინც შეუძლიათ ერთმანეთი დაახალისონ. მათ 5 წუთიან დასვენებაზე შეუძლიათ რამოდენიმე თამაში მოასწრო და დამარცხებულიც დასაჯონ. წაგეთ ბიჭო. მალე გამელია. ბოლომი არა არსებობს ბიჭო. ელენა მახალი აკორდების შექმნა. სანამ ფეხბურთის თამაშისას კარში 5 ადამიანი ვიდოდით, ჩვენი კლასელები ბოლო ზარისთვის კედლებს ხეხავდნენ. ხომ, ჩვენს კლასში ბოლო ზარის ღონისძიება ჩატარდა. ყოველ წელს ეს დღე თითოეულ ჩვენგანს გვაფიქრებს მომავალზე. წარმოვიდგეთ იმ დღეს, როდესაც თეთრი პერანგები გვეცმევა, რომელიც ფერადი წარწერებით იქნება სავსე. ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორი იქნება სკოლასთან დამშვიდობება. მერე შიში გვეუხლება, რომ დრო ძალიან მალე დავა. ჩვენ კი ვერ მოვასწრებთ ჩვენს კლასში მომხდარი ყველა ბედნიერების დამახსოვრებას. დღეს არის ბოლო ზარი. დეპრესიაში არიან. ამ ყველაფერს ორი წელი გვაშორებს, მაგრამ ჩვენ კლასს მანამდეც უწევს ერთი დამკოლების გადავლა. ამ წლის შემდეგ, მომავალი წლიდან, ჩვენი კლასი 2 ნაწილად დაიყოფა, მაგრამ ორივე ნაწილის სამუდამოდ კლასელები ჰოლიკად დარჩება.